ჩადიგა მოდიგა ბედეკუთანო მე შენიც ქერით ნაღველი მშორდება მანი ღირღი დავგულღი არ უთხარო იქნება სულ ეს ხვალ ჩემი ოცნება გამარჯობა. დღეს კვირაა და პირველი არხის ეთერში ფერმა იწყება. მე დემეტრე ერგემლიძე ვარ და ამჯერად ლაგოდეხიდან მოგესალმებით. ეს რეგიონი რომ ბოსტნეულის წარმოებით განთქმულია, ამის შესახებ თითოეულმა თქვენგანმა იცის. თუმცა წარმატებული სოფელი მხოლოდ განვითარებულ სოფლის მეურნეობას არ გულისხმობს. დღევანდელ და მომდევნო გადაცემაში ჩვენ ვნახავთ რამდენიმე საინტერესო მცირე და საშუალო ბიზნეს პროექტს, რომელიც ეხმარება თემს, როგორც განვითარებაში, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მიგრაციის შეჩერებაში. ლაგოდეხი სამი ქვეყნის საზღვრის მიჯნაზე მდებარე კახური მუნიციპალიტეტია, სადაც კახელზე მეც საქართველოს სხვა რეგიონებიდან გადმოსახლებულ მაცხოვრებლებს შეხვდებით. არც ბუნებრივი და კლიმატური პირობები ჰგავს კახურს. ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკული ჰავა ლაგოდეხელებს საშუალებას აძლევს მისდიონ მესათბურეობას და ღია გრუნტის პირობებშიც ბოსტნეულისა და ბახჩეულის დიდი მოსავალი მიიღონ. ლაგოდეხის ნაკრძალი მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს დამსვენებელს, მოლაშქრესა თუ უბრალოდ დამთვალიერებელს. შესაბამისად, ტურიზმს რეგიონის ეკონომიკაში დიდი ადგილი უჭირავს. ტურიზმის პარალელურად ვითარდება სხვა მცირე და საშუალო ბიზნესიც, რომელთა შექმნასა და განვითარებაშიც ადგილობრივ თემს დიდი წვლილი მიუძღვის. სოფლის განვითარების ახლებური ევროპული მოდელის შეთავაზების შემდეგ ლაგოდეხში განვითარება ეგრეთ წოდებული ლიდერ მიდგომით იგეგმება, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თემის წევრების აქტიურ ჩართვას. უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები თავად წყვეტენ, როგორი ტიპის საქმიანობა უნდა დაფინანსდეს დონორი ორგანიზაციის მხრიდან რეგიონში. ყველა სოფელში შევედით და მოვახდინეთ ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა, გამოკვეთა თავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. 67 სოფლის მაგალითზე მოხდა ამ ინფორმაციის დამუშავება. მთავარი პრინციპი იქნა დაცული, რომ ეს ინფორმაცია იყოს სწორედ იმ აქტიური მოსახლეობის შეხვედრებიდან წამოღებული. შედეგად ლაგოდეხმა მიიღო სტრატეგიული განვითარების საკმაოდ გრძელვადიანი ხედვა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს თუ საით რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ლაგოდეხი. ლიდერ მიდგომა ევროპული ქვეყნებისათვის ახალი არ არის. ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში დიდი ხანია ცენტრალური ხელისუფლება აღარ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რეგიონის მოთხოვნილებებს შეიძლება არც კი აკმაყოფილებდეს. მუნიციპალიტეტის ბედს თავად მაცხოვრებლები წყვეტენ. საქართველოსთვის ასეთი დამოკიდებულება უცხო აღმოჩნდა. თემის აქტიურ წევრებს მძლავრი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოუხდათ, რათა დაერწმუნებინათ სოფლის მაცხოვრებლები, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიმუშავებთ იმაზე, რომ შევქმნით პრეცედენტები, მაგალითები, იმისათვის, რომ სწორედ მათთან მუშაობით დაიდო რეალური შედეგები, რაც არის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სხვადასხვა კერძო და სოციალური ინიციატივების ხარდაჭერა, თავად მოსახლეობამ დაინახა, რომ მათ ჩართულობას, მათ რეალურ აქტიურობას, თავიანთი სოფლის პრობლემების ადვოკატირებას ყოველთვის აქვს აზრი. სამაციურო სისტემა, რომლის საშუალებითაც წიწაკის მოსავალს 1-2-ად ზრდიან. მესათბურე, რომელიც ვარდით მთელი კახეთის მომარაგებას გეგმავს და ლელიანის განახლებული კულტურის სახლი, რომელმაც ადგილობრივ ახალგაზრდებს შემოქმედებითი განვითარების საშუალება მისცა. გაიცანით აქტიური ლაგოდეხელები და მათ მიერ გაკეთებული საქმე, რომელიც მთელი საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. აქ ხდება ხალხური ჯიშის ციცაკის მოსავლის აღება, რომელიც არის გაშენებული 3 ჰექტარ ფართობზე.
ჩუთილის გადარგვა ჩვენ დაახლოებით ვიწყებთ მაისის ბოლოს, მოსავლის აღებას ვიწყებთ დაახლოებით აგვისტოს დასაწყისში, ნოემბრის ბოლოს. ციცაკაზე ვმუშაობთ 4 წელიწადი არის, ეს იდეა გაჩნდა თავიდან, ანუ ერთ-ერთმა საკონსერვო ქარხანამ მოითხოვა ამ ჯიშის ციცაკა, თავიდან გავაშენეთ 2 გექტარზე. პირველ წელიწადს გექტარზე ავიღეთ 46 ტონა მოსავალი და შემდგომში უკვე გავზარდეთ ფართობები და პირდაპირ ხელშეკრულებით შეგვაქვს საკონსერვო ქარხანაში. ჩითილს ვყიდულობთ, წელს ავიღეთ, მანამდე გამოგყავდა სხვაგან მარნეულში. წელს ჩითილით არ ვარ ყვაყოფილი, რადგანაც მიწოდება დააგვიანდა ძალიან მიწოდებას, მოხდა აგვისტოში, რამაც ძალიან შეამცირა მოსავლიანობა. მაისის ბოლოს გადაგვაქვს უკვე ღია გრუნტში და შემდგომში აგვისტოში უკვე ვიწყებთ კრეფას. რო დამწიფდება ციცაკა ტექნიკურ სიმწიფეში, ისო გააჩერო 10 გრადუსზე, უკვე მიდის სრულად წიფდება და წითლდება. აქედან გაჩნდა სამაცივრო მეურნეობის იდეა. ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს ჩვენ რომ ამ ციცაკას ვკრებდით, არ წითლდებოდა და გულპებოდა. წინა წლებში ვერ ვახერხებდით, იმიტომ რომ არ იყო სამაცივრო მეურნეობა ლაგოდეხის რაიონში. გამოცხადდა პროექტი, მივიღეთ მონაწილეობა, გავიმარჯვეთ, დაგვაფინანსეს და ავაშენეთ სამაცივრო მეურნეობა. ფაქტურად დანგრეული იყო სამაცივრო მეურნეობები და ეხლა იყიდებს საჭიროა რომ რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს. იქიდან გამომდინარე რომ მოსახლეობაც ითხოვს შენახვის პროცესს და ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს იმის ფაქტი, რომ შეუნახოთ მოსახლეობას. სხვა პროდუქტებსაც ვინახავთ, ვინახავთ ხურმას, ვინახავთ ვაშს, ფიქრობთ კიდე გაზდას, ანუ ფიქრობთ კიდე კენკროვანზე მუშაობას, სწრაფ გაყინვას ფიქრობთ, რომ გავაკეთოთ, გავფართოვდეთ. ფიქრობთ ასევე ცოტა რომ გავფართოვდეთ და უფრო მეტი ხილი შევინახოთ. მე ვარ ვასო აფციაური, ცხოვრობ ლაგოდეხში. ჩემი ოჯახი 2007 წლიდან აწარმოებს ვარდს. ჰქონდა 6000 ძირამდე და ევროკავშირის მიერ დახმარებით, დაფინანსებით შევძელით, რომ ჩვენი მეურნეობა გაგვედიდებინა. სადამ დაფინანსებას მივიღებდით მარტო მე და ჩემი ოჯახის წევრები. დედა და მეუღლე შრომობდით მეურნეობაში. დაფინანსების მერე რახან პროდუქციას რაოდენობა გაიზარდა, დავიმატეთ კიდევ სამი პიროვნება. შემოსავალი როგორც მე მქონდა, ისევე გავუჩნდათ ამ ოჯახებსაც. ეს არის დაფინანსებული სათბური 500 კვადრატულ მეტრზე, სადაც დარგულია 5000 ძირი ვარდი, სხვადასხვა ჯიშის. შემოტანილია ნაწილი საზღვარგარეთიდან მისი ძირები, აწყობილია სულ ყველაფერი წვეთოვან სისტემაზე, რომელიც ასევე პროექტის დაფინანსებაში შედიოდა. სულ პროექტი დაჯდა 25000 ლარი, თანადაფინანსება იყო 70%, 30% ჩვენი საკუთარი ხარჯებით იყო გაღებული. როცა ჩვენ გრუნტის ვარდში მაისიდან ვიწყებდით მოსავლის აღებას, სადღაც მაისის 20-დან, 15-დან, ეხლა უკვე ვიწყებთ აპრილის დასაწყისიდან და ვამთავრებთ დეკემბრის ბოლოს. ხანგრძლივობა ჩვენი მოსავლისა გავახანგრძლივეთ, რაოდენობა გავაორმაგეთ, გავასამაგეთ, ვაგზავნი ყვარელში, ვაგზავნი გურჯაანში, ვაგზავნი თელავში. მაქვს ადგილობრივი პატარა ჯიხური ჩადგმული შიგ რაიონში და რეალიზაციას იქაც უკეთებთ საცალო ფასებში. სამომავლო გეგმა არის უფრო ამის გაფართოვება, პირველ რიგში სანერგემეურნეობის შექმნა, რაოდენობის გაზრდა და სხვადასხვა ჯიშის შემოტანა. მთელ საქართველოს მე ვერ გადავფარავ, მაგრამ კახეთი შეიძლება რომ მოიცვას. ეს სოფელი დაახლოებით 1905 წელს დაარსდა. პირველი იმერლები ჩამოსახლენ იმერეთიდან აქვს და იქიდან მოდის ეს სოფელი ისტორია,
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ეს კულტურის სახლი აშენდა 1965 წელს. 90-იან წლებში უკვე ავარიული გახდა შენობა, აღარ ფუნქციონირებდა. აღარსად აღარ ქონდა წასასვლელი, აღარსად აღარ ქონდა გასართობი და ამაზე ძალიან გულით ტკიოდა ახალგაზრდებს. შენობა პრაქტიკულად დაიკეტა, არაფერს აღარ აკეთებდნენ, არც ცეკვა, არც სიმღერა, არც ფილმი მოკლებული იყო ხალხი ამ მხრივ კულტურულ განვითარებას, თუმცა მანამდე 90-იანამდე ჩვენა გაძლიერებული ვართ მეც, ლექსოს, სამსოფლოს მკვიდრნი ვინც არიან, ჩვენი თაობა ვინც არის, ამ კლუბში ვართ გაზრდილები ფაქტიურად ის ფილმები, ის შემოქმედებით ცხოვრება, სკოლიდან ბოლო ზარები და ყველაფერი თუ რამე ტარდებოდა, ძალიან დიდ დატვირთით მუშაობდა. ქონდა საუბარი მეგობრებს ამ თემასთან დაკავშირებით და დავწერეთ პროექტი და შევიტანეთ საერთაშორისო ორგანიზაცია არის ასეთი ქეა, მოწოდება დაიმსახურა ჩვენმა პროექტმა, დაგვაფინანსა ქეამ და ასევე მუნიციპალიტეტი დაგვიდგა გვერდით თანადაფინანსებით. პრაქტიკულად სტარტი აქ აღებული იმისთვის, რომ უმასპინძლოს ნებისმიერ ჯგუფებს სოფლის ანსამბლი მოღვაწეობს ამ შენობაში. ასევე ტარდება კონცერტები და ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი ღონისძიების ჩატარება იქნება შესაძლებელი. შემოქმედებითი კოლექტივი შევიკრიბეთ და ამ შენობას ამ ფორმით ვაძლევთ დატვირთვას. დღეს უკვე ფოლკლორული, ვოკალი, ფანდური სწავლება, ტამტამი. ახალგაზრდებს გაუჩნდათ სივრცე, სადაც შეიძლება შეიკრიბონ, ფილმებს უყურონ, კონცერტებს უყურონ და ასევე რაღაც სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება მოხდეს და ხალისი ექნება სოფელს. მე თვითონ პირადად მიყარია, რომ გამოვილი და ხედავ, რომ კულტურის სახლი ფუნქციონირებს, მე თვითონ მიყარია და მეც რაღაც ყვაყოფილი ვარ, რომ სულ პატარა ციელი წვლილი შევიტანი ამ კეთილ საქმეში, რომ სოფელს აქვს ასეთი კულტურის სახლი. დაინტერესება ნამდვილად არის, იმიტომ რომ არა მარტო ლელიანში ყავს აფრინიდან გადმოდიან ჩვენთან ცეკვავენ ბავშვები. ვითხოვთ, ვისაც ხელეწიფება, ხელსაქმე იქნება თუ ეს ქსოვა იქნება თუ ნებისმიერი შემოქმედებითი ხელიდანაც გამოდის, ყველამ შემოგვიერთდეს და ეს შენობა იყოს დატვირთული ამ მხრივ. ღვინის და ყველის ფესტივალი თბილისში, სადაც წარმოდგენილია 25-მდე მცირე და საშუალო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს მათ მიერ წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციას და მომხმარებელს ამ პროდუქტის გაცნობის საშუალება მისცეს. ღვინის და ყველის ტანდემი გადაწყდა, იმიტომ რომ პირველ რიგში ძალიან უხდება ეს ორი პროდუქტი ერთმანეთს და გარდა ამისა, ქართული ღვინო მეტნაკლებად უკვე პოპულარულია როგორც ქართულ ბაზარზე, ისე უცხოურ ბაზარზე, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ ყველზე და ამიტომ ვთვლით, რომ ქართულ ღვინოსთან ერთად აუცილებელია მოხდეს ქართული ყველის პოპულარიზაციაც. დღეს არის ერთადერთი ექსკლუზიური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა მათთვის, რომ დღეს შეიძინონ ჩვენი ღვინო, იმიტომ რომ საქართველოში არ ვარ წარმოდგენილები, ძირითადად ექსპორტზე გაგვაქვს ჩვენი ღვინო და უბრალოდ დღეს გავაკეთეთ საჩუქარი მთელი თბილისისთვის. აი ეს არის თხის ყველი, ნარინჯისფერი გარსით, რომელსაც აყროლებულს ეძახიან. ესეც არის თხის ყველი, ამას აქვს პენიცილინი. მომხმარებელს ძირითადად მოსწონთ უფრო ნაზი გემო, რომელსაც აქვს აი ეს პენიცილინით რო განახეთ. საქართველოს ჭირდება მეტი ასეთი გართობა ყველის და ღვინის პოპულარიზება, ვინაიდან ქართულმა მომხმარებელმაც უნდა გაიგოს უკვე რაღაც ღვინოები უფრო ცხოველებმა ბეტად იციან ევროპაში და იგივე ამერიკაში, ჩინეთში, ვიდრე ქართველებმა. ექცევა ყურადღება ახალ მცირე მეწარმეების ახალისებას, ახალი რაღაც ბრენდების წარმოჩენას და ბოლო-ბოლო ღვინის ქვეყანა ვარ და სხვათა შორის ყველის უამრავი ბრენდი არსებობდა საქართველოში, რომელიც მივიწყებულია და ეს უნდა წამოიწიოს ნელ-ნელა. მეღვინეობის ტრადიციული ქვეყნების გასტრონომიულ კულტურაში ღვინისა და ყველის შეხამებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ცნობილია, რომ ერთი და იმავე რეგიონის ყველი და ღვინო საუკეთესოდ ეხამება ერთმანეთს. ასევეა ქართული ღვინისა და ყველის ტანდემიც. ამბობენ, რომ თუ შურყელს ისი არაფერი უხდება, როგორც ტრადიციული კახური წესით ქვევრში დაყენებული რქაწითელი და ასევე საფერავი. ქინძმარაული და ხვანჭკარა მესხურ ტენილ ყველს კარგად ეხამება. სულგუნსა და იმერულ ყველს კი შედარებით მსუბუქი, მშრალი ღვინოები უხდება. თუმცა საბოლოო ჯამში ყველა ეს რეკომენდაცია საკმაოდ ზოგად ხასიათს ატარებს და მთავარი მაინც თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური გემოვნებაა. წარმოდგენილი გვაქვს საფერავი ჯიშის ღვინო, ასევე ყველი ლაგოდეხის, ეს არის გუდის ყველი და
სულგუნი, რომელიც ძალიან უხდება ჩვენ ღვინოს. ფესტივალზე წარმოდგენილი გვაქვს ქიზიყელის ღვინო, ქაწითელი და საფერავის შიშის და ასევე ბუტრანას წარმოების ყველი, რომელიც დავარგებული არის საფერავის ღვინოში და ქაწითელის ღვინოში. შარშან გავსინჯე პირველად ნახევრად მშრალი და ტენილი მესხური და იყო რაღაცა ძალიან შოკი. აი ძალიან მომეწონა. ქარხნული ყველი მიყვარს ძალიან საფერავთან ერთად, მშრალ საფერავთან ერთად და არ ქაწითელი ხარ რაც ავიღე, ესეც ძალიან მიყვარს. ღვინო, ჭაჭა, ქართული ყველის სხვადასხვა სახეობა, ტკბილეულობა და დელიკატესები. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ამ ყველაფრის დაგემოვნების და შეძენის საშუალება მიეცათ. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ის მომავალ შემოდგომაზეც გაიმართება. მე ვარ ირმა გოგობერიძე, ვცხოვრობ კასპში, ფერმერულ საქმიანობას ვეწევი უკვე მეხუთე წელია. 2014 წელს გადავწყვიტეთ, რომ ფერმერული მეურნეობა გვეწარმოებინა და არჩევანი ხებზე შევაჩერეთ. ქონდა ჩვენ კორპუსის ბინა, ის გავყიდეთ და იმ ფულით შევიძინეთ თხები და მიწა ვიყიდეთ კიდე და დანარჩენი აგროკრედიტი ავიღეთ და ესე გავაგრძელეთ ეს საქმიანობა. 150 სულით დავიწყეთ, ადგილობრივი ჯიშები იყო. მაგრამ მე უკვე გადავახალისეთ, იმიტომ რომ რაღაც ზოგი ისეთი იყო, რომ 200-300 გრამსაც იწველი და 9 ლიტრასაც, 700 გრამსაც და მაინც არ იყო მომგებიანი. აღმოჩნდა ერთ-ერთი პიროვნება, ზურა მარსაკიშვილი, რომელმაც იცოდა ჩვენი საქმიანობის შესახებ და ძალიან მადლიერი ვარ მაგის იმე და გვაჩუქა ეს მზაანენურის მწარმოებელი, გავზარდეთ ჩვენ ეს და შევაჯვარეთ და ახლა იმ თაობას ველოდებით. ალბათ მაინც ბავშვობიდან მოდის ეს ყველაფერი. მე მყავდა ფერმის გამგე პაპა ვასილ ბურდული და ბავშვობიდან ვიღებდი მონაწილეობას მის ფერმერულ საქმიანობაში და სკოლის მერე მე ფერმაშიც მუშაობდი ლიმიტის გულიზე, მაშინ ლიმიტები იყო, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრილი ვიყავი და ჩემთვის ეს სფერო არის ნაცნობი და ამ პროფესიით წავედი და ძალიან მინდოდა პრაქტიკულად ეს განმახორციელებინა. ძალიან სუფთა ცხოველია, ყველაფერს არ მიირთმევს, ძალიან უყვართ დაგემოვნებების სხვადასხვა რაღაცეების, უყვართ ხილი, არხალი უყვართ კიდევ ძალიან. მიჩვევაც იციან კი, როცა რაღაცას აგემოვნებინებ და დაგინახავენ ხშირად მოდიან უკვე შენთან და შენს გარშემო ტრიალებენ. ხის რძე, ვედის რძეს უტოლდება, მასში ბევრია კალციუმი, რკინა, მართლა ძალიან სასარგებლოა. ქონდა ესეთი შემთხვევებიც, პატარა ბავშვებიც გაზარდეს, ვერ ინელებდა ნაყიდ კვებას და ეს კარგად მოინელა. მოიმატა ბავშვმა, ძალიან მიხაროდა ეს. გვაქვს კიდევ თხის ქონი, ჩვენ მე უსასყიდლოდ ვაძლევ ამას ხშირად ბევრს, ვისაც სჭირდება და მუშაობ სხვადასხვა სახეობის ყველებზე. ეს არის ჩემი გაკეთებული ყველები, რამდენიმე სახეობის საფერავში დავარგებულია, ეს დაძველებული, ეს არის სხვადასხვა სანელებლებით და მწვანილებით გაკეთებული, ეს ნატურალური ყოველგვარი მინარევების გარეშე მარტო თხის. სულ რაღაცას ვიგონებ, სულ რაღაცას ძიებაში ვარ და სულ რაღაც ახალ-ახალი მინდა რომ მოვიგონო და გავაკეთო. ყოველთვიური შემოსავალი, აი ხელფასის სახით მე არა მაქვს პირადად, მაგრამ იმდენ შრომობ და იმდენი მოყვავს ჩვენ, რომ ყოველ წლიდან წლამდე ყოფნის ოჯახში და სხვებსაც ვეხმარებ. ამ საქმიანობას კასპში პირველმა მოვკიდე მე ხელი. ვერ ვიტყოდი რომ იოლია ქალისთვის ეს საქმე, რადგანაც გაქვს ოჯახი, კავშირები, ჩვენ უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ, ესე რომ ვთქვათ, ამიდან როცა ეს საქმიანობა დავიწყეთ. 22 სული ერთიანად შეგვიჭამა მგელმა და ეს ძალიან ძნელი იყო. მიუხედავად აი ამ დაბრკოლებებისა, მე მაინც არ გავჩერდი, ძალიან მებრძოლი ვარ და ძალიან მოთხოვნი ვარ ჩემი თავის მიმართ. ესევე მოთხოვნი ვარ ჩემი შვილების და ოჯახის წინაშეც. ძალიან მინდა
მინდა აგროტურიზმიც, მე ხო მაქვს ეს ყველაფერი და გვაქვს ჩვენი ნატურალური ყველაფერი. თუმცა აქ ბევრი რამეა გასაკეთებელი კიდე რომ მისცე ის სახე რომ იყოს მიმზიდველი ტურისტისთვისაც და იყოს სასიამოვნო. ძალიან მინდა ლამაზად ფერმის მოწყობა ესენი ოცნება არის. მე მაქვს თბილისში ბინა და ვერასდროს ვერ წარმომიდგენია იქ ცხოვრება. ძალიან მიყვარს ტყე, ბუნება, მცენარეები, ცხოველები ძალიან მიყვარს. მაგათთან ურთიერთობა ძალიან სიამოვნებს. როდესაც მივდივარ აი ამ სახლიდან ფერმაში, იქ მდინარე უნდა გადალახო და აი სულ სხვა განზომილებაა იქ, აი ძალიან თავისუფალი ხარ. ჯანსაღი ცხოვრების წესიც არის ეს ყველაფერი. თითქოს უფრო გაკაჟებული ხარ, უფრო აქტიური ხარ, უმწევს ძალიან ესე ცხოვრება. აუცილებლად უნდა გიყვარდეს, რომ გამოგივიდეს ეს ყველაფერი. ჩემ შემთხვევაში ეს არის, რომ მე ეს ძალიან მიყვარს. ვარდის დარგვა. ვარდებისთვის განკუთვნილი ნაკვეთი უნდა იყოს ოდნავ ამაღლებული. ნიადაგის ზედაპირიდან 30-40 სანტიმეტრით. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს პირობებში. აღმოსავლეთში კი პირიქით, კარგად დრენირებული და ოდნავ დახრილი სამხრეთისაკენ, რომელიც ქმნის სასურველ თბურ რეჟიმს და არ იძლევა წყლის დადგომის საშუალებას შემოდგომასა და გაზაფხულზე. ძალიან დამრეცი ფერდობები უნდა დატერასდეს. არ შეიძლება ვარდების ჩარქვა ჩაღრმავებულ ადგილებში, სადაც არ ხდება ჰაერის ცირკულაცია. აუცილებელ შემთხვევაში კეთდება დრენაჟი. ნიადაგი ვარდებისთვის უნდა იყოს ნოყიერი, მშრალი, ჰუმუსით მდიდარი, ღრმა, ჰაერის და წყლის გამტარი, მსუბუქი, თიხნარი. ვარდი ვერ იტანს მლაშობ ან მჟავე რეაქციის მქონე და დაჭაობებულ წყალგაუმტარ ნიადაგებს. სანერგისა და ყვავილნარებისათვის განკუთვნილ ნაკვეთზე წინასწარ აკეთებენ ნიადაგის ანალიზს, რის საფუძველზეც ხდება ნიადაგის მოწესრიგება. მძიმე თიხნარ და თიხიან ნიადაგებში სტრუქტურისა და ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად უმატებენ გადამწვარ ცხენის ნაკელს, ფოთლის მიწას, გადამწვარ ნახერხს, პირუტყვის ნაკელს, მარცვლოვან ქვიშას, სტრუქტურიან კორდის მიწას. თუ ნიადაგში pH-ი 5.5-ზე ნაკლებია, ამატებენ 1 ან 2 ჭიქა ძვლის ფქვილს, ან ნახევარ ჭიქა კირს, მჟავიანობის გასანეიტრალებლად. კირი ფრთხილად უნდა დაემატოს, რადგან ნიადაგში დიდი რაოდენობით მოხვედრა იწვევს მცენარის დასუსტებას. ჩვენს პირობებში ვარდების უმეტესობა ვეგეტაციას იწყებს, როცა ნიადაგის ტემპერატურა +10 გრადუსია, ხოლო ჰაერი ახლოსაა +12 გრადუსთან, რაც მარტის დასაწყისს ემთხვევა. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. ფერმა მომავალ კვირას 12 საათსა და 15 წუთზე ისევ პირველი არხის ეთერში დაბრუნდება. მანამდე კი შემოვერთით ჩვენს Facebook-ის გვერდს, სადაც შეგვიძლია საუბარი გავაგრძელოთ აქტუალურ აგროსაკითხებზე. ნახვამდის.